გამარჯობა. ტელეკომპანია ერთსულუნების ეთერში თქვენ უყურებთ ახალ გადაცემას. ცა მიწიდან იწყება. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დავიწყებ მადლობით ოთარ ჭილაძის ოჯახის მიმართ, რომელთაც უფლება მოგწეს, რომ ეს სახელი ჩვენი გადაცემის სახელწოდებად გამოგვეყენებინა. ვფიქრობ, არაფერი ისე არ ასახავს ადამიანის ცხოვრების არსს ამ ქვეყანაზე, როგორც ეს სიტყვები. ცა რომ მართლაც მიწიდან იწყება. ჩვენ გვინდა ვიყოთ ერთგვარი ხიდი ახალგაზრდებს და ეკლესიას შორის. ვისაუბრებთ ყველა თემაზე, რომელიც თქვენ გაინტერესებთ, რომელზეც ბევრს მსჯელობთ და ხანდახან კამათობთ კიდეც. ვფიქრობ, რომ ყველა გადაცემა იქნება საინტერესო და ნელ-ნელა პასუხგაუცემელი შეკითხვები გაქრება. მე ამ გადაცემის წამყვანი მარიამ გაბედავა ვარ, ჩემთან ერთად გადაცემას წარუძღვება მამა კახაბერ გოგოტიშვილი. დიდი მადლობა მამა კახაბერ, რომ ხართ ჩემთან ერთად ამ გადაცემაში. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ვფიქრობ, რომ ეს გადაცემა დაეხმარება ყველას, რომ პასუხგაუცემელი შეკითხვები აღარ დარჩეს და მინდა რომ ერთგვარი ხიდი ვიყოთ ახალგაზრდებს და ეკლესიას შორის. იმიტომ რომ ახალგაზრდები ბევრს საუბრობენ ხოლმე და ხშირად კამათობენ კიდეც ისეთ თემებზე, რაც ასე თუ ისე თანამედროვე სამყაროში ინტერესის საგანი არის. დიახ, დაგეთანხმებით და ნამდვილად ვფიქრობ, რომ ძალიან დროული და საჭირო გადაცემა და საინტერესო იქნება ჩემის აზრით, იმიტომ რომ კითხვები ძალიან ბევრია და ჩვენ შეძლების დაგვარად შევეცდებით გავცეთ ამ კითხვებს პასუხი. არა საკუთარი რაღაცა ლოგიკის ხარჯზე, არამედ იმ მემკვიდრეობით მიღებული ცოდნით, რომელიც ჩვენ გვაქვს ბიბლიის სახით და წმინდა მამათა ნაშრომებით. ბუნებრივია, ბევრი არ გვიფიქრია პირველი თემა რა უნდა ყოფილიყო გადაცემის და გადავწყვიტეთ, რომ ეს ყოფილიყო ღმერთის არსებობის საკითხი სამყაროში და ამასთან დაკავშირებით მოდით ვნახოთ, რას ფიქრობენ ახალგაზრდები და შემდეგ დავუბრუნდეთ ეთერში და გავაგრძელოთ საუბარი. სიამოვნებით მოусმინოთ. მენა ზოგადად ძალიან ისეთი არის, კონკრეტულია, ვიღაცა წამს, ვიღაცას არა, მაგრამ ზოგადად რომ რაღაცა ობიექტური რაღაცა არსებობს, ეგ მართალია. ჩემთვის ღმერთი ნიშნავს რაღაც იდეალებს, რომელიც ადამიანის გაგებაზე ზემოთ არის უფრო. ჩემთვის ყველაფერია ღმერთი და ღმერთმა იცის ამ ქვეყანაში ღმერთი ხედავს ციდან ყველაფერს. რაღაცა ენერგიის შენარჩუნების კანონის მჯერა. გჯეროდეს ღმერთის ნიშნავს, რომ იყო კარგი ადამიანი და აკეთო სიკეთე. და აი დავუბრუნდით ეთერში საინტერესო პასუხები მოვისმინეთ ახალგაზრდებისგან და მინდა ამ შეკითხვით დავიწყო ჩვენი გადაცემა. არსებობს საერთოდ ღმერთი და საიდან ვიცით რომ არსებობს? როდის და როგორ გაჩნდა ღმერთი? ვიცით დასტური იმისა რომ არსებობს თუ არა ღმერთი, ეს ალბათ ყველა ადამიანში ინდივიდუალურად არის საძებნელი. რაღაც თუ კაცობრიობის ისტორიას გადავხედავთ, მინდა გითხრათ, რომ ათეიზმი ძალიან გვიანდელი სწავლება, აი ღმერთის არარსებობის შესახებ სწავლება, რომ თითქოს ღმერთი არ არსებობს, ეს გახლავთ შუა საუკუნეების აქეთ მოგვიანებითი ხანა. არ არსებობდა ესეთი დრო, როდესაც ადამიანი ამას აბობდა იქამდე. ანუ ისტორიაში მსგავსი რამ არ არსებობს. ყოველთვის შეიძლება არასწორად ამბობდა, შეიძლება არასწორად მიიჩნევდა, შეიძლება რაღაცა საგანს თავისი ხელით შექმნილს, მაგრამ აუცილებლად ღმერთს აღიარებდა, რომ ღმერთი არსებობდა. ეს გვიანდელი რაღაცა ფილოსოფიური სწავლებების შედეგია. ეხლა ამაზე არ გადავერთოთ და დრო რო არ წავართვათ, დაგართვათ. გეტყვით, რომ სინამდვილეში ღმერთის არსებობა, რითიც დავიწყებ კლავ იმ თემით გავაგზელებ, რომ ღმერთის არსებობის დასტური თვითონ ჩვენგანშია. იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც მოაზროვნე არსებად იბადება, მან აუცილებლად ეს აზროვნება რისთვის მიეცა მას, რომ ეხლა ესე იგი ერთმანეთისგან გაარჩიოს შავი და თეთრი, მარტო ფერებზე ხო არ არის აქ ლაპარაკი. აქ ლაპარაკი იმაზე არის, რომ მან რაღაცა თავისი მისია უნდა იპოვოს ცხოვრებაში. და უნდა აღმოაჩენოს ამ შექმნილ სამყაროში და უნდა იპოვოს, რადგანაც ასე წერია პირდაპირ წმინდა წერილში, რომ სწორედ ქმნილებაში საცნაურდება უქმნელი ღმერთი და ესე იგი ღმერთი, რომელიც ყველგან მყოფია და ღმერთი, რომელიც სრული სიკეთეა და ღმერთი, რომელიც სიყვარულია, ეს ყველაფერი საცნაურდება ქმნილებაში და პირველ რიგში ადამიანში თვითონ, მის შინაგან სამყაროში. და ვინ შეიძლება იცნობდეს ადამიანის შინაგან სამყაროს თუ არა თვითონ საკუთარ თავს. და ამიტომაც უნდა იწყებდეს ამაზე ფიქრს, რომ რა მისია აქვს. აი ხო ხედავს თქვა ცხოველთა სამყაროს, ხედავს მცენარეთა სამყაროს, ხომ ხედავს რომ ძალიან განსხვავებულია მათგან ამ ყველაფრისგან.
რომ არ არის თქვათ რაღაცა ესე ინსტინქტებზე დამოკიდებული როგორც ცხოველი თქვათ და ისე არ იზრდება როგორც მცენარე. არამედ მისი მოაზროვნეობითი სული, სულ სხვა მდგომარეობაშია. სულ სხვა რაღაცა გარკვეულ ეტაპზე, სიმაღლეზე იმყოფება. აქედან გამომდინარე, მან უნდა დაიწყოს ძებნა იმ მისიისა, თუ რატომ არის შექმნილი და ეხლა თუ იმ ბავშვური ზღაპრისა ვინმე ჯერა რომ აფეთქების შედეგად წარმოიშვა სამყარო და ამერე ამ აფეთქებამ ესე იგი წესრიგში მოიყვა. აფეთქებით მოყვანილი წესრიგი თუ გინახავთ საერთოდ, იმიტომ რომ უამრავი ექსპერიმენტი შეგიძლიათ ჩაატაროთ თანამედროვე სამყაროშიც კი რომ რაღაცა ააფეთქოთ და ვნახოთ როგორ მოაწესრიგებს ის რომ ამდენი მერე საუკუნეების განმავლობაში ყველაფერი ესე დაალაგდა რომ ასე ბრუნავენ პლანეტები და ასე ერთმანეთს ხელს არ უშლის არც ერთი თქვათ პლანეტა დედამიწა რაღაცა ცენტრში მოქცეული და მზე ზუსტად იჭერს იმ ესე იგი დისტანციას რომ არ დავიწვათ და ასე შემდგომ როგორ ფიქრობთ თუ კი რაღაცა გონიერი არსება არ მართავს ამას ყოველივეს სტიქიურად შესაძლებელია მსგავსი რამ ხდებოდეს ნუ ახლა ადამიანურმა თავისი ლოგიკითაც კი ვერ დაუშვებს ამას რომ სტიქიურად შეიძლებოდა ასეთი წესრიგი თავისთავად დამყარებულიყო შესაბამისად ამ აზროვნებით ადამიანი იწყებს საკუთარი ბუნების შეცნობას საკუთარ ბუნებაში ჩახედვას, რაღაცა იმ სიბნელეებში, იმ კუნჭულებში, რომელზეც შეიძლება აქამდე არ უფიქრია და თუნდაც ახლა დღევანდელი ჩვენი სიტყვიდან დაიწყოს ფიქრი და აბა ნახოს ერთი ჩაიხედოს კარგად თავის შინაგან სამყაროში, როგორი დიდია, რომ ვერც კი წარმოუდგენია, როგორი უსასრულოა ეს სამყარო, როგორი შეუცნობელია და რამდენი რამ სანახავი აქვს, რამდენი რამ შესაძნობი აქვს და აქედან მიხვდება აუცილებლად რომ სინამდვილეში ის გონიერი არსება, რომელზედაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, არის ღმერთი, რომელიც ყოვლის შემოქმედია, ყველაფერი მისგან არის და რომ ის არის მიზეზი ყველაფრისა და მისგან შეიქმნა და მისგან წამოვიდა ყველაფერი და შეუძლებელია რაიმე სტიქიურად თავისთავად არსებობდეს და მით უმეტეს წესრიგში მოყავდეს კიდევ რაღაცა ესეთი მოვლენები, რომელიც უკვე ჩამოვთვალეთ ჩვენ. მამა კახაბერ არსებობდა ისეთი დრო, როდესაც ღმერთი საერთოდ არ იყო? არა, ესეთი დრო არ არსებობდა, იმიტომ რომ ჩვენი სწავლების მიხედვითაც და აი ესე უბრალოდ აი ადამიანურათაც რომ დავფიქრდეთ. თუ კი ასეთი დრო არსებობდა, რომ ღმერთი არ იყო, ესე იგი გამოდის, რომ ისიც დროში შექმნილია. და რაც დროში შექმნილია, ნახეთ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. მაშინ ღმერთსაც აუცილებლად ექნება დასასრული. თუ კი ის შეიქმნა რაღაცა გარკვეული დროისგან, მას აუცილებლად ექნება. ჩვენ ვიცით რომ აი ბიბლიის პირველი სიტყვა არის დასაბამად ქმნა ღმერთმა ცადა მიწა. ეს დასაბამი სიტყვა დროის ათვლა არის. ანუ აქედან იწყება დროის ათვლა, იქამდე უდროო მდგომარეობა იყო და ჩვენთვის დაიწყო დროის ათვლა. რა ვიცით რომ დრო არსებობს, იმიტომ რომ მისი გაზომვა შეგვიძლია, თუნდაც აი ხა ჩვენი საუბრის დრო შეგვიძლია გავზომოთ, რომ თქვა 5 წუთი ვისაუბრეთ თუ 10 და აქედან გამომდინარე, რასაც გაზომავ, ესე იგი არსებობს. აქედან გამომდინარე, ვამბობთ რომ არსებობთ ჩვენ დროში, ქმნილება დროში არის შექმნილი, მას აქვს დასაწყისი და შესაბამისად ექნება დასასრული და გვჯერა ჩვენ ამ დასასრულისაც რომ იქნება ახალიცა და ახალი მიწა ასე მთავრდება სხვათა შორის ბიბლია და რაც შეეხება იმას რომ ღმერთსაც თუ იგივეს განუკუთვნებთ ჩვენ და ვიტყვით რომ მასაც აქვს რაღაცა დასაწყისი იმიტომ რომ იყო დრო როდესაც არ არსებობდა მაშინ ისიც ქმნილებაში შემოგვყავს და გამოდის რომ ვიღაცამ შექმნა ისიც და თუ ვიღაცამ შექმნა სწორედ ის ყოფილა ის ვიღაცა ყოფილა ღმერთი და არა ის ვინც ჩვენ გგონია და ასე უსასრულოდ შეიძლება რაღაცა ლოგიკური ჯაჭვით იაროს ადამიანმა სანამ არ მივა იმ თავართან რომელსაც არა აქვს დასაწყისი და დასასრული რომელიც ყოველთვის იყო არის და იქნება როგორ შეიძლება მჯეროდეს ღმერთის რომელიც საერთოდ არ მინახავს დიახ მაშინ როცა ვთქვათ იხილეს და მათ ვერ ირწმუნეს აი, რა არგუმენტი შეგვიძლია ამას დავახვედროთ, ასე ვთქვათ? იხილეს და ვერ ირწმუნეს იესო ქრისტეზე გულისხმობდნენ ამ შემთხვევაში. იცით როგორ არის? ჯერ უნდა რაღაცა ალბათ ფორმულირება ვთქვათ, რომ რწმენა რა არის? რწმენა არის დაჯერება უხილავისა. და რაღაცა უხილავისა ჩვენ ბევრი რამისა გვჯერა. ერთი კარგი მაგალითი მახსენდება ცნობილი ღვთისმეტყველი ანტონ სუროჟელი ყველასათვის ცნობილი და საყვარელი პიროვნება როგორ შეხვდა ერთხელ ქუჩაში ადამიანს და ნაცნობ ადამიანს რომელიც ძალიან განათლებული ისიც რაღაც ესეთი პროფესორი იყო თვითონ ესეც ძალიან
განათლებული გახდათ მიტროპოლიტე ანტონ სოროჟელი და ეუბნება რომ შენო აი ესეთი განათლებული კაცო როგორ გჯერაო რომ ღმერთი არსებობს. და ამას უკითხავს მეუფე ანტონს უკითხავს რომ აიო შენო გიყვარს თუ არა შენი ცოლშვილი. ის პასუხობს რომ რა თქმა უნდა მიყვარს და მე ვარ მჯერაო. როგორ და აიო მაშინო მაჩვენეო როგორ გიყვარ როგორ მაგის ჩვენება არ არსებობს. სწორედ ეს არის რომ არის რაღაცის ისიც გჯერა მაგრამ იმისი ჩვენება შეუძლებელია. აი როგორ უყვარდა იმ კაცს ახლა მისი ცოლშვილი ამას ვერაფრით ვერ აჩვენებდა ახლა საქმით შეიძლება რომ დასჭირებოდა თავი გაეწირა და ნამდვილად დაედასტურებინა ეს სიყვარული თავის საქმით მაგრამ ის რომ მე გაჩვენოთ როგორ მიყვარს თქვათ ცოლი თუ შვილი თუ მეგობარი თუ მშობელი ამისი ჩვენება ესე შეუძლებელი. ამიტომ რწმენა არის დაჯერება უხილავისა, ეს ფორმულირება უნდა იყოს, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რამ უხილავად გვწამს და გვჯერა რომ არსებობს. და ნამდვილად ვიცი, დარწმუნებულიც ვარ თამაში, რომ მაგალითად ვიღაცა რომ მიყვარს არა ეგოისტურ სიყვარულს ლაპარაკობ, რომ ნამდვილად რაღაცა საღვთო თითქოს აღფრთოვანება შემოდის ჩემში ვიღაცის გახსენებაზე, შეხედვაზე თუ დანახვაზე, ნამდვილად გრძნობ ამ სიყვარულს და ნამდვილად ჩემში ეს განცდა ბადებს რაღაცა დიდ სიხარულს და სიამოვნებას, ხო მართალია? ესე იგი, უხილავია, მაგრამ ჯერა მე ამისა ყველაფრის, რომ ეს არსებობს. სწორედ ასეთი მდგომარეობა არის ღმერთთან მიმართებაშიც, რომ ადამიანი წეღან რომ ძიება ვთქვით, რომ მან საკუთარი თავი უნდა დაინახოს, შესწავლა უნდა დაიწყოს, აი ცხადდება მეთქი, საცნაურდება ქმნილებაში, ადამიანიც ქმნილება, ამაშიც ცხადდება და საცნაურდება და სხვა ყველაფერი უამრავ მაგალითის მოყვანად შეგვიძლია, ჩვენ რაღაცა ხშირად შეიძლება გადავუხვიეთ ემას, მაგრამ მინდა ესეც ვთქვა, რომ ძალიან ხშირად ჩვენი მიდრეკილება არის, რომ სასწაულებს ვეძებთ და ეს სასწაული უნდა იყოს, რომ რაღაც თები უნდა გაადადგილოს ადამიანმა, რაღაც დაახლოებით ასეთ სასწაულებს ეძიებს და დარბიან ამაზე და იქ რაღაცა მომხდარა და გარბის. სინამდვილეში ყოველ წამიერად ჩვენს თვალწინ აღსრულებულ სასწაულს ყურადღებას აღარ ვაქცევთ. ისე მიეჩვია ამას ჩვენი გონება, ისე მივეჩვიეთ თითოეული ჩვენგანი და მივეჩვიეთ რატომ იცით რომ აი რაღაც საკუთარი თავები ბეტონის კედლებში ესე ხო გამოვამწყდეთ, ნაკლები შეხება გვაქვს ბუნებასთან. თორე ვისაც ბუნებასთან შეხება აქვს, მას ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს ამაში. და ერთ მარტივ მაგალითს გეტყვით. ნახეთ, აი ვისაც მოყავს პური მაგალითად, ხორბალს თესავს. იცით როგორ ხორბალი უნდა დათესოს? ეს თესლი აუცილებლად მკვდარი უნდა იყოს. ეს თესლი ხორბლისა თუ მან ნედლი ჩააგდო მიწაში, ის დალპება და ვერ გაიხარებს. აუცილებლად უნდა იყოს მკვდარი, ანუ ლაბორატორიულადაც რო შეამოწმებ, რომ იქ აღარაფერი აღარას, ამის შემდგომ ხდება მისი მიწაში ჩათესვა, ის ცოცხლდება მიწაში, მიწა აძლევს მას სასიცოცხლო ძალას, იქედან ამოდის აი ამ ერთი მარცვლიდან ამოდის ცოცხალი მწვანე ღერი, რომელიც გამოისხავს 100 მარცვალს. ამას სასწაულად არ თვლიან. ის რომ თქვა მზედამ თუ არა ისე მოძრაობს რომ აი რაღაც სისტემა არის ისე აწყობილი რომ ვერც ერთი ფიზიკოსი ასეთ მექანიზმს ვერ შექმნიდა რაღაც საათის მექანიზმის მუშაობა თუ გინახავთ დაახლოებით ესე რომ მუშაობს ამასაც სასწაულად არ თვლის ხალხი ან თუნდაც ახალი ადამიანის დაბადება დიახ და როდესაც ამბობენ რომ აი რაც არ მინახავს როგორ ვიწამო ამას რასაც ხედავ ეს როგორ უნდა იწამო აი ახლა რასაც მე ვლაპარაკობ ეს როგორ შეიძლება ახსნა როგორ შეიძლება ამას ყველაფერს ახსნა მოუძებნო თუ არა ისევ იმ ბიბლიის სიტყვებიდან რომ მიწას მიეცა სასიცოცხლო ძალა რომ მას უნდა წარმოეშვა სიცოცხლე იქედან ბალახი უნდა ამოსულიყო ხე უნდა ამოსულიყო წყალს მიეცა ასეთივე სასიცოცხლო ძალა რომ იქედან თევზები უნდა წარმოშობილიყვნენ და ფრინველებიც მათ შორის მინდა გითხრათ და ეს ბიბლიაში ყველაფერი გაცხადებულია და ჩვენ ამას ყოველდღიურად ვუყურებთ რასაც ბიბლია გვიწერს, ამას ყოველდღიურად ვუყურებთ, ოღონდ დაკვირვებით არ ვუყურებთ ამას ყველაფერს. და განსაკუთრებით მას შემდგომ, რაც უკვე აღნიშნე, რომ აი ქალაქში მცხოვრებ საზოგადოებას განსაკუთრებულად უჭირს ეს. აი სოფელში მცხოვრებს კიდევ უფრო მეტი შეხება აქვს და შეიძლება მართლაც დაიწყოს ამაზე ფიქრი და უფრო ადვილად მიხვდეს ამას ყველაფერს, რომ ამას რაღაცა ის გონიერი ძალა, როზეც ვსაუბრობდით, მართავს და სასიცოცხლო ძალას ანიჭებს იმით, რომ შეუძლებელია ახლა თესლი სანამ არ მოკვდება, იქამდე ესე იგი ვერ ხარობს, მკვდარი მერე ახალ სიცოცხლეს იძენს და ასე მრავლდება. ამიტომაც შეიძლება კი გადაუხვიე სათქმელს, მაგრამ გეტყვით, როგორ შეიძლება ვიწამო ის, რაც არ მიხილავს, აი ასე უნდა იწამო, რომ არის ძალიან ბევრი რამ, რისიც გჯერა შენ.
და მას ესე ხელით ვერ შეეხები. ხელშესახები არ არის ეს ყველაფერი და შეუძლებელია ღმერთისგან მოითხოვო ეს, რომ ის შენთვის ესეთი ხელშესახები გახდეს. იმიტომ რომ ღმერთი სულია და ყველგან მყოფია და განკაცებამდე საერთოდ შეუძლებელი რატომ იყო აკრძალული ძველ აღთქმაში სხვათა შორის რომ ხატები არ უნდა დახატა ან ქადაკება არ უნდა გაკეთებულიყო. იმიტომ რომ არ იცოდნენ როგორი იყო ღმერთის სახე. და უფლება არ ქონდათ რომ ეს გამოეხატათ. მაგრამ როგორც კი განკაცდა ღმერთი, ამის შემდგომ უკვე ჩვენ თამამად შეგვიძლია რომ დავხატოთ მისი სახე, იმიტომ რომ ვნახეთ მისი სახე, ოღონდ ადამიანურ სახეს გულისხმობ, რა თქმა უნდა, საღვთო სახეს ვერ დახატავ, მისი ესე იგი არსით ვერ გადმოსცე მას ნახატზე, იმიტომ რომ ყველგან მყოფი როგორ შეიძლება ნახატზე დაატიო. აი გისმენდით ახლა და ქრისტეს განკაცებას რადგან შეეხეთ, ხშირად აი ეს საკითხიც ცოტათი გაურკვევლობას იწვევს ხოლმე, რომ რას ნიშნავს რომ სამების ჯერა. სამი ღმერთის გვწამს. აი შეგვიძლია რომ ესეც განვუმარტოთ ჩვენს მაყურებელს. რა თქმა უნდა განვუმარტოთ აუცილებლად, იმიტომ რომ რადგან ღმერთის არსებობაზე ვსაუბრობთ, მე მგონი ლოგიკურად მივედით ამ საკითხთანაც. აი ესე უნდა წარმოვიდგინოთ ჩვენ როდესაც ღმერთის შესახებ ვლაპარაკობთ ყოველთვის მოვიხმობთ ხოლმე რაღაცა ისეთ მაგალითებს და ისეთ სიტყვებს შეიძლება გამოვიყენოთ რაც სინამდვილეში საერთოდ კავშირში არ არის ღმერთთან მაგალითად როდესაც ვახსენებთ მის მარჯვნივ მყოფობას ან მარცხნივ მყოფობას შეუძლებელია ყველგან მყოფს მარჯვენა ან მარცხენა მხარე კონდეს მარჯვენა და მარცხენა მხარე აქვს იმას ვინც გარშემო საზღვრულია აი მე მაგალითად რაღაცა საზღვრებში ხო ვარ ჩემგან მარჯვნივ და ჩემგან მაგრამ წარმოვიდგინეთ ყველგან მყოფი რო ვიყო როგორ შეიძლება მქონდეს მარჯვნივ როდესაც ვამბობთ მის თვალს, როდესაც ვამბობთ მის ხელს, როდესაც ვამბობთ მის ბაგეს, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა სახესიმბოლოებია. ამიტომაც იგივე სამებასთან მიმართებაშიც ჩვენ მსგავსი ტერმინები შეიძლება გამოვიყენოთ, თუმცა კი ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა ღმერთის არსებას ამითი გამოვხატავთ. აი როდესაც ვამბობთ ღმერთი არის სინათლე. სინამდვილეში ის იმდენად დიდი სინათლეა, რომ ჩვენთვის სიბნელეა. მაგრამ ვამბობთ სინათლეს, იმიტომ რომ სინათლე ჩვენთვის სიკეთესთან ასოცირდება. ამიტომაც, აი სამებასთან მიმართებაშიც ასე უნდა ვთქვათ. ის არის არსებით ერთი ღმერთი, რომელიც შეიძლება აი თანამედროვე ენაზე ასეც სამი ენერგიით ამჟღავნებს თავის თავს. აი ვთქვათ, ავიღოთ მზეს ადარებენ, ვთქვათ, წმინდა მამები და ამბობენ, რომ მზეს აქვს სხეული, ხომ, რაღაც ისეთი შარავანდედი აქვს, დისკო ეს ამ შარავანდედში სინათლე და სითბო. ეს ყველაფერი ცალ-ცალკე ხომ არ არის, ერთი მზე არის, მაგრამ ვლინდება მისი ენერგიები ასე, ვლინდება სინათლეში, ვლინდება სითბოში და ვლინდება იმ დისკოში, რომელშიც არის მოქცეული. ამიტომაც ეს ასეთი შედარებაც ბუნებრივ ეს ძალიან უხეში შედარებაა და არ შეიძლება რომ ღმერთი ასე წარმოვიდგინოთ, ჩვენს გონებაში წარმოვიდგინოთ, იმიტომ რომ როგორც კი მას სხეულს მივანიჭებთ, უკვე შეცდომაში ვართ. მაგრამ თუ კი იმის გონების მისაახლოებლად მსგავს მაგალითებს მოვიყვანთ, მაშინ მივხვდებით, რომ ასე ვლინდება ყოვლადწმინდას. ამიტომ სამი ღმერთის კი არ აქვს ერთი ღმერთის გვწამს, რომელიც ვლინდება, რომ მათი თვისებები ასე ვიცით ჩვენ წმინდა მამათაგან რომ მამა არის უშობელი, ძე მისგან შობილი და სულიწმინდა მამისაგან გამომავალი და იგივე ვთქვათ ზესთან მიმართებაში რო ვთქვათ რომ აი ხლა ამ დისკოდან გამოდის სინათლეც და სითბოც, მაგრამ ერთია ეს ყველაფერი. ერთი არსებაა და უბრალოდ მისგან გამოსული ესეთი ენერგიებია. თუმცა კი არ იფიქროთ რომ ეს ენერგიები რაღაცა თვითარსებობით არ არიან და ესე იგი გულისხმობ რას რომ რაღაცა დამოკიდებული ანუ ის უფრო დიდი ღმერთია და ეს უფრო პატარა ღმერთია მსგავსი რამ იერარქიულად სხვაობენ ვამბობთ ჩვენ ყოველთვის მამა ძე და სულიწმინდა და არაპირიქით ან სხვანაირად არ ვცვლით ამ ფორმულირებას იერარქიულად ყოველთვის ასეთია ჩამონათვალი მაგრამ არსებითად ისინი ღირსებითად ერთი ღმერთია როცა ვამბობთ მამაზე როდესაც იგივეს ვამბობთ ძეზე და იგივეს ვამბობთ სულიწმინდაზე გარდა უშობელობისა, შობისა და გამომავლობისა. გარდა ამისა ღირსებით აბსოლუტურად სხვანაირად ყველანაირად ერთია. არ ვიცი მარტივენაზე სხვანაირად როგორ შეიძლება ყოველივე ამისი ახსნა, მაგრამ არის რაღაცა რთულად გასაგები ჩვენი გონებისთვის და დავესესხები კვლავ წმინდა წერილს, რა შეიძლება უკეთესი მაგალითი მოვიყვანოთ, როდესაც ადამიანი კითხულობს, რომ აი ღმერთის არსებაში იწყებს ძიებას
როგორი მაგალითი არის მოყვანილი მოსეს ცხოვრებაში. და გრიგოლ ნოსელი როგორ გაგვინმარტავს ამას წმინდა მამა, რომ ითხოვს მოსე, რომ მაჩვენეო შენი სახეო ღმერთსეუბნება და აი გამოქვაბულის ნაპრალში ჩააყენებსო და ღმერთი ხელს ააფარებსო. ეს ხელით სიმბოლურია, როგორც უკვე გითხარით და ჩაივლის და ზურგით დაინახავს. მასო. და რატომ წერია ასეთი რამ, რომ რატომ ზურგით, რატომ ჩავლით, რატომ პირისპირ არ შეიძლება. და ყველაზე მთავარი რა არის, იცით, რომ ღმერთი ეუბნება, რომ არაო თუ შენ მე დამინახაო, მაშინ მოკვდებიო. აი ამ სიტყვებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ ყველას გვინდა რომ ღმერთი ვიხილოთ. ჩვენ ქრისტიანებს თუ რა ვიცი მორწმუნე ადამიანს ეხლა თუ კი რაიმე ღვაწლს თავის თავზე და თუ კი რაღაცა სიყვარულით არის აღძრული, უნდა რომ ღმერთთან იყოს. ხო მართალია და ხშირად ისიც კი მიფიქრი არა მხოლოდ მორწმუნეებს, არამედ ურწმუნო ადამიანსაც ალბათ რომ გამოეცხადოს ღმერთი და იხილოს, შეიძლება საერთოდ შეეცვალოს და მიფიქრია კიდევაც რომ აი ხო შეიძლება რომ გამოგვეცხადოს ყველას ერთად და დასრულდება თუნდაც ის პოლემიკა იმასთან დაკავშირებით ღმერთი არსებობს არ არსებობს აი ხომ შეიძლება ჩამოვიდეს ღმერთი გეტყვით ახლა რაშია სინამდვილეში საქმე როდესაც ეუბნება რომ თუ მიხილავ მოკვდები და მე შემაძრწუნა ამ სიტყვებმა პირველად რომ რას ქვია კაცო ჩვენ ამისთვის ვიბრძვით ამისთვის ვიცვით და რას ქვია შევხედავთ და მოკვდებით სინამდვილეში ასე არის ადამიანი როგორც კი იტყვის რომ მე გავიგე რა არის ღმერთი ის მკვდარია სულიერად იმიტომ რომ თუ კი მას გონია რომ თავის ამ ესე იგი რაღაცა საზღვრებში მოქცეულ გონებაში დაატევს დაუტევნელი ღმერთის არსებობაზე და იტყვის რომ მე გავიგე ეს რა არის ყველაფერი ვიცი უკვე ის სულიერად მკვდარია მისი გადარჩენა ძალიან ძნელი იქნება იმიტომ რომ თუ ეს დაიჯინა ან რაღაცა უკიდურეს ფანატიზმში ჩავარდება ან ხო რაღაცა შეიძლება საშინელება დაემართოს სულიერი თვალსაზრისით გულისხმობ ამიტომ სულიერ სიკვდილზე არის აქ ლაპარაკი და ადამიანს ეძლევა იმდენი რამდენიცაც მისი გონება დაიტევს ღმერთი მას იმდენს უცხადებს რამდენსაც მისი გონება დაიტევს აი ფერისცვალების ტოპარში არის პირდაპირ ესეთი მოცემულობა, რომ რაჟამს თასაზე და თაბორს ფერი იცვალე ქრისტე, აი ტროპარია ესეთი პირდაპირ და მოწაფეთა შენთა უჩვენე რაოდენი ძალედვათ. ანუ სრული სახე იმათაც ვერ იხილეს. ის სიკაშკაშე, ის სიბწყინვალე, რაც თქვა ფერისცვალებაზე, განიცადეს თაბორის მთაზე, რომ ნახეს მაცხოვარი და მისი თოვლივით სპეტაკი იყო მისი, ხა აი ესეც შედარებითია ყველაფერი, ხო? და თვალი ვერ გაუსწორეს ამას და შეშინებულები პირქვე დამხუბილნი არიან, იმიტომ რომ ვერ უსწორებენ. ეს უქმნელ ნათელზეა ლაპარაკი. იმ სინათლეზეა ლაპარაკი, რომელიც ღმერთს აქვს, მაგრამ ნახეთ, სრული სინათლე იქაც არ გამოვლენ, უпроსტად კი გამოვლინდა, მაგრამ ამათმა მიიღეს იმდენი, რამდენსაც დაიტევდნენ. ისევე როგორც რაღაცა ფიზიკური ძალა ხო არსებობს, რომ ვიღაცას ახლა ესეთი კარგი სპორტსმენი რო გყავს სოფლიოში, რო გვასახელა, იმისი აწევა შეუძლია, მაგდენს რო ვერავინ ვერ წევს რაღაცა და მე ხო იმდენს ვერ ავწევ. ასეთია ის სულიერი ძალებიც, რომელსაც ღმერთი იძლევა იმის და მიხედვით ადამიანს როგორ შეუძლია ამისი დატევნა. და ამიტომაც ასე არის. დაჯერება უხილავისა, გახლავთ სწორედ რწმენა და ამის შემდგომ იწყება უფრო დიდ სიღრმეებში შესვლა, თუნდაც ის, რასაც ვილაპარაკეთ, რომ ყოვლადწმინდა სამება მერე, როგორ ერთი ღმერთია და არა სამი, როგორ ვლინდებიან ისი თავიანთი სახეებით და როგორ თქვათ რა მოიმოქმედა ჩვენთვის ღმერთმა რომ არარსებობიდან არსებობაში შემოგვიყვანა და მერე დაცემულობიდან აღგვადგინა კვლავ სასופევლისთვის. დიდი მადლობა მამა კახაბერ, ვფიქრობ რომ საინტერესო წარიმართა ჩვენი მსჯელობა. მე გადაცემის დასაწყისში აღნიშნე რომ გვინდა ყველას ვესაუბროთ და პასუხგაუცემელი შეკითხვები არ დარჩეს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ყველა გადაცემაში ყოფილიყო ერთი შეკითხვა ათეისტისგან. და მოდით მოვისმინოთ ათეისტის შეკითხვა და შემდეგ დავუბრუნდეთ. და აი დავბრუნდით, ვნახეთ ჩვენ შეკითხვა, რომელიც ასე ჟღერს. თანამედროვე სამყაროს სჭირდება კი საერთოდ ღმერთი? მიცით რა, არ არსებობს თანამედროვე სამყარო და წასული სამყარო და მომავალი სამყარო, რომელიც ღმერთის გარეშე იარსებებს. იმიტომ რომ ღმერთი არის თვითონ წყარო ჩვენი სიცოცხლისა და შეუძლებელია მის გარეშე ჩვენ ვიყოთ ცოცხლები. რას გულისხმობთ ისეთ ამის ადამიანი რო სუნთქავს ეს არ ნიშნავს სიცოცხლეს მე ვგულისხმობ მის სულიერ ურთიერთობას უფალთან
მის სულიერ განვითარებას. თორემ ადამიანმა თუ სულიერი განვითარება არ მოინდომა, ამაზე არის შრომა და ამაზე არის ზრუნა, აუცილებლად გეტყვით, რომ მასა და ცხოველს შორის ყველანაირი ზღვარი გაქრება. იმიტომ რომ ადამიანი არის ასეთი არსება, ნახეთ, ფიზიკურად მისი სხეული ისევეა შექმნილი მიწისაგან, როგორც ცხოველისა, ისევე აქვს მას მიცემული სამშვინველი, როგორც ცხოველს აქვს მიცემული, მაგრამ დამატებით კიდევ ადამიანს, აი ცხოველს მიეცა სხეული და სამშვინველი, ადამიანს სხეული, სამშვინველი და სული ღვთისგან მონაბერი. ამიტომაც, როგორც ჩემს სხეულს ჭირდება ფიზიკურად კვება იმისთვის, რომ მე ვიარსებო, ასეთივე საკვები სჭირდება ჩემს სულს ღვთისგან, რომ ჩემი სული განვითარდეს და განღმრთობას მიაღწიოს. შესაბამისად, თუ კი მე რაღაცა მომენტში ვიტყვი, რომ აღარ არის საჭირო ჩემთვის ესე იგი ღმერთთან ურთიერთობა, მაშინვე სულიერი კუდომა იწყება და ვრჩები ცხოველის დონეზე, რომელიც სამშვინველი არის ის, რაცაც სიცოცხლის ორგანოები ქვია, გული, ფილტვი, რომელიც ესე მუშაობს, ტვინს ემორჩილება ეს ყველაფერი და ზუსტად იცის, რომ თქვა გულმა როგორ უნდა რა დროს ხა შენ ხო არ აკეთებ ამას, რომ რაღაც ბრძანება არ გაქვს მიცემული, რომ გულმა ამდენი ფეთქვა უნდა გააკეთოს და თირკმელმა როგორ გადაამუშავოს და ღვიძლმა რა გააკეთოს. ამას ყველაფერს ტვინი აწესრიგებს თავისთავად ისე, რომ შენ ამაზე არ ფიქრობ. ეს არის სწორედ ეს სამშვინველი. შენი ფილტვებმა როგორ ჩაისუნთქონ, ამოისუნთქონ, ამაზე ხო არ ფიქრობს ადამიანი. ეს არის სამშვინველი და თუ ამას არ გაცდება ადამიანი, დარჩება ამ დონეზე და მისი მთავარი საზრუნავი იქნება ჭამასმის მოპოვება და აი ცხოველის დონეზე დაეშვება, მაგრამ თუ კი იტყვის, რომ არ სჭირდება ღმერთი, მაგრამ თუ კი იტყვის, რომ სჭირდება, მაშინვე იწყებს სულიერ საზრუნავს, განვითარებას, წინსვლას, რაღაცა სიკეთეში, განათლებაში, ამ ურთიერთობაში, სიყვარულში, ამ ყველაფერში უნდა წარემატებოდეს ადამიანი და სიკეთისთვის არის ის შექმნილი, ცხონებისთვის და სიხარულისათვის არის შექმნილი და უნდა მიაღწიოს მან ამას, ამ ყოველივეს სინერგიით. სინერგია გახლავთ ორი ენერგიის შეერთება, რომ ღვთისნება და შენინება ერთმანეთს ეთანხმება. ასე უნდა ხდებოდეს ეს ყველაფერი. საინტერესო ის გამახსენდა, რომ ძირითადად ფილოსოფოსები გამოირჩეოდნენ ხოლმე ძველ დროში ათეიზმით, ასე ვთქვათ. მაგრამ ყველანი სიკვდილის წინ მაინც აღიარებდნენ ხოლმე ღმერთს, უმეტესად ასე იყო. დიახ, ხო, ყველაზე ვერ ვიტყვით, მაგრამ ძალიან ბევრი. უმეტესად ასე იყო ხოლმე, რომ საბოლოოდ მთელი ცხოვრება რასაც ებრძოდნენ და არ აღიარებდნენ, მაინც ადასტურებდნენ, რომ ღმერთი არსებობს. მე ვერ დავიჯერებ, რომ ესეთი მოაზროვნე ადამიანები, აი ფილოსოფოსები, რომლებიც თქვენ ახსენეთ და მათ შორის ისეთები, რომლებიც პირდაპირ აი მკაცრად ამბობენ, რომ ღმერთი არ არსებობს და რაღაც ამ აფეთქების თეორიებზე ლაპარაკობენ, ვერ დავიჯერებ, რომ მათ ეს ჯეროდათ და სწამდათ. უბრალოდ ეს იყო მათი ხანდახან ადამიანი რო გაკა პატარა ბავშვმა იცის ხოლმე რაღაცაზე ჯიუტად რომ კი მიხვდა რომ შეეშალა და არ უნდა გაეკეთებინა, რომ ჯიუტად რომ უარყოფს, რომ არა. რაღაცა არ დაახლოებით ასე წარმომიდგენია მე მათი მდგომარეობა, იმიტომ რომ შეუძლებელია მოაზროვნე ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს უყურებს და აი პავლოვის სიტყვები მახსენდება, რომელსაც ჩვენი პატრიარქი ხშირად იმეორებს, რომ თქვენ რომ ადამიანის სისხლი ნახოთო, მორწმუნეები კი არა წმინდანები გახდებითო, იმიტომ რომ ეს სისხლი როგორ მოძრაობს ადამიანის სხეულში, ეს მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერება ასე წინ არის, არ არის ყველაფერი ბოლომდე შესწავლილი, ჯერ რომ ჩვენ ვიცოდეთ, როგორ რანაირად არის ეს ადამიანის სხეული ესე მოწყობილი, რომ ასეთი არსებობა შეუძლია. და მამა კახაბერ მინდა რომ ბოლო ასეთი შეკითხვით დავასრულოთ გადაცემა. ჩვენს ახალ გადაცემას ქვია 3 მიწიდან იწყება. თქვენთვის რას ნიშნავს ეს? ეს პირდაპირ ფორმულირებაა მინდა გითხრათ ადამიანის ცხოვრებისა, იმიტომ რომ ადამიანისთვის ცათასასუფეველი და ჯოჯოხეთი აქვე იწყება. ეს არ არის რაღაცა შემდგომი მოვლენა, რომ გარდაიცვლება მერე ღმერთმა ყველას ჯვარი დასწეროს, რომ ჯოჯოხეთში მოხვდება თუ ან სამოთხეში, არა, ეს აქედანვე იწყება და ამისთვის იბადება ადამიანი აქ. ეს არის სწორედ იმ გამოცდის ჩაბარ არარსებობიდან არსებობაში რომ შემოდის, პირდაპირ სასუფეველში ან პირდაპირ ჯოჯოხეთში ხომ არ ხდება. აქ იმიტომ ხდება, რომ აქ უნდა განსაზღვროს, აქ უნდა მან არჩევანი ყველაზე დიდი საჩუქარი რაც ღვთისგან მიეცა, თავისუფალი ნება, აი ამ თავისუფალი ნებით უნდა განსაზღვროს მან სად უნდა მომავალში მას ყოფნა და წეგან თქვენ ახსენეთ რომ ღმერთი რომ გამოგვეცხადოს და ასე გვითხრას იცით რა ღმერთი და ძალადობა ერთმანეთისგან გამორიცხულია
შენ თუ არ გადაწყვიტე, შენ თუ არ მოგინდა, შენ თუ არ შეგიყვარდა, ღმერთი არავითარ შემთხვევაში ამას ზალადობრივად არ გააკეთებინებს არც ერთ ადამიანს და სწორედ ამისთვის გაქვს თავისუფალი ნება. სწორედ ამიტომ ხარ მოვლენილი აქ, რომ გადაწყვიტო, საით მიდიხარ და შეკითხვა, რომელიც ადამს დაუსვა ღმერთმა, როდესაც იცოდვის დაეცა, რომ ადამს სადა ხარ, მას მისი გეოგრაფიული ადგილმდგომარეობა კი არა აინტერესებდა. ზუსტად იცოდა, სადაც იყო. სულიერადაც ზუსტად იცოდა, მაგრამ ადამის პასუხი აინტერესებდა თვითონ, რომ კაცობრიობამ საკუთარ თავს ეს კითხვას გამოსმებულად ყურში უნდა ესმოდეს ყველა ადამიანს და კაცობრიობას ქვეყნებს მთლიანად, რომ სადა ხარ ადამ, სადა ხარ სულიერად, მიდიხარ კი რისთვისაც ხარ მოწოდებული, მიდიხარ იმ გზაზე, მიდიხარ იქ, სადაც რისთვისაც შეგქმნეს მთელი კაცობრიობა. ამიტომაც აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა ადამ სადა ხარ, ჩვენს ყურში უნდა ჟღერდეს იმისთვის, რომ ცა მიწიდან დაიწყოს. ძალიან დიდი მადლობა მამა კახაბე. მადლობა თქვენ. ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო მსჯელობა წარიმართა. ყოველ შემთხვევაში ვეცადეთ. მე ერთი კვირით გემშვიდობებით თვალი გვადევნეთ სოციალურ სივრცეში, გამოგვყავით TikTok-სა და Facebook-ზე და საინტერესო მონაკვეთებს იხილავთ ხოლმე. ასევე გამოგვიგზავნეთ თქვენი შეკითხვები, რომელსაც ჩვენს გადაცემაში აუცილებლად გავაშხერებთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.